ჩვენ მიმოვიხილავთ მოლეკულურ ბიოლოგიაში დაგროვილ ყველაზე ცხელ ამბებს. 3 საათში მაქვს ხოლმე პასუხი, როცა ძალიან მეჩქარება მთელი ბაქტერიის გენომის, რაც არის რა ვიცი, ალბათ 10 წლის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ულტრა მცირე ზომის სუბერთეულებისგან აშენებული არის იმ ზომის მოლეკულები, რომელიც მიაღწევს 2 მეტრის სიგრძეს. კერძო კომპანიები არსებობენ, რომლებსაც შეგიძლია გაუგზავნონ შენი ერწყვის ნიმუში თუ თმის ღერი თუ ასე შემდეგ და დაგიდგინონ ვისი გორის ხარ. რამდენად ახლო არის სინამდვილესთან ეს რაღაცა დადგენა შენი წარმომავლობის. გვაქვს ყველა რასის წარმომადგენლის დასაქვენირებული ნიმუშები, ანუ უკვე ვიცით ერთმანეთისგან ისინი როგორ განსხვავდებიან. ევოლუციური ბიოლოგიის სახელს ვიხსენებ და ღმერთს ვთხოვ დახმარებას. ვარაუდოდ მორწმუნეები გადამცემენ ანათემას, ათეისტები კიდე იმ ხალხს გადამცემენ, ვინც ანათემას გადამცემს. ცნიერება სხვათაშორის მართლა იქამდე მიდის, რომ საბოლოო ჯამში ვერც ვერაფერს ადასტურებ და ვერც ვერაფერს გამორიცხავ. დეტექტიური ჟანრის ფილმები 70-იანი წლებიდან სრულიად შეიცვალა, იმიტომ რომ დნმ-ის ანალიზით არ ყვებდნენ იქ უკვე თავარი ეჭვმიტანილებზე ამბავს. შეგვიძლია მივიდეთ დაზიანებულ უბანთან, ამოვჭრათ და ჩავაკეროთ სწორი უბანი. AI და მოლეკულური ბიოლოგია დღეს შესაძლებელი იქნება, რომ ჩემი მთელი ორგანიზმის ციფრული ტყუპისცალი მქონდეს კომპიუტერში. AI-ს როცა ჩავთავთ მუშაობაში, არ ვიცი, ანუ გაზრებად კი მიჭერს ხანდახან ისეთ რაღაცების გაკეთება შეიძლება. კაი გამარჯობა ხალხო, თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს, რომელიც გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. მადლობა მინდა უთხრა ჩვენ მეგობრებს პოდკასტ არიადან, ჩემთვის ეს არის პირველი ჩაწერა ახალ სტუდიაში, ტექნიკური მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა, ასევე მადლობას ვუხდი Neon Gallery-ს, რომ დაგვიბზადა ესეთი ლამაზი სანათი და პერსონალური მადლობა გვანცა ბერძენიძეს, რომელიც არის ავტორი ლამაზი თამბნეილების თუ წარწერებისა, რომელიც გვხდებათ ხოლმე ჩვენ პლატფორმებზე და მისი LinkedIn-ის პროფილი იქნება ჩვენი ვიდეოს აღწერაში. დღეს გვაქვს ძალიან მაგარი და საინტერესო ეპიზოდი, ორი ძირითადი მიზეზი აქვს ამას. ერთი ის, რომ ჩვენ მიმოვიხილავთ მოლეკულურ ბიოლოგიაში დაგროვილ ყველაზე ცხელ ამბებს და მე თუ მკითხავ რა და სწორედ მოლეკულური ბიოლოგია არის და მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება მთავარი განსაზღვრელი ჩვენი ცხოვრების და მისი ხარისხისა. და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ, რომ ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, მოლეკულური ბიოლოგი, მეცნიერი მკვლევარი გვანცა ბრაჭველი, რომელიც საქმიანობს საქართველოს მთავარ ლაბორატორიაში რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევის ცენტრში და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს, რომელსაც ჩვენი დიალოგის განმავლობაში აუცილებლად მიმოვიხილავთ. დიდი მადლობა გვანცა მოსვლისთვის, პატივია ჩვენთვის შენი მასპინძლობა. გამარჯობა, ჩემთვისაც დიდი პატივია რომ მაქვს და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ასევე ძალიან დიდი მადლობა რომ ეს პოდკასტს აკეთებთ. არა ვართ განებივრებული ქართული აუდიტორია და ძალიან მნიშვნელოვანია. მიჩვიტები, კაია. თუ მოკლედ სანამ მივადგებით ამ ჩვენ ცხელ ამბებს, რომელიც წინა სიტყვაობაში დავაანონსე, მინდა რომ დავფაროთ თავიდან ის ძირითადი წინსვლები და შედეგები და მიღწევები, რაც მოლეკულურმა ბიოლოგიამ ნახა ბოლო 10 წლების განმავლობაში და იმისათვის რომ ეს კონტექსტი შეიქმნას, ხო, ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის უფრო კარგად და უპრიანი იქნება ალბათ ჩვენი ათვლის წერტილად თუ ავიღებთ 1953 წლის თებერვალს ქალაქი კემბრიჯი, ლუდხანა სახელად Eagles Pub-ი, სადაც ორი ახალგაზრდა მეცნიერი ჯეიმს ვოტსონი და ფრენსის კრიკი დიდი ეიფორიით და ენთუზიაზმით გაყვირიან რომ მიაგნეს სიცოცხლის საიდუმლოებას და სვამენ სადღეგრძელოს საკუთარი აღმოჩენის, რომელიც იყო დნმ-ის ორმაგის სპირალის ვიზუალიზაცია და თავარი მიხვედრა იმისი, რომ ეს არის ინსტრუქცია იმისა თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდნენ და როგორი ნიშან-თვისებები უნდა ჰქონდეთ თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ხო? მოდი დავიწყოთ ამ საბაზისო სამეცნიერო ნომენკლატურის გარჩევით და ძალიან ესე ქვედა დონიდან დავიწყებ და მე წავიდე წინ. რა არის დნმ, რა არის ქრომოსომა, რა არის გენომი, თუ ეს ინსტრუქცია როგორ ითარგმნება ეს ინსტრუქცია იმაში, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ცოცხალ ორგანიზმებად ვიქცევით, ხო, ამ ინსტრუქციის რაღაცა თარგმნის შედეგად. აი ამაში გაგვარკვია ეჯერა და მე გადავინაცვლოთ, აი რას ნიშნავდა ეს აღმოჩენა. დნმ-ის. ხო, აი მართლა ოქროს რიცხვებით ჩასაწერი თარიღი არის მოლეკულური ბიოლოგების გენეტიკოს, ანუ ზოგადად ბიოლოგებისთვის 1953 წელი, იმიტომ რომ რეალურად ამ ბიოლოგიის განვითარების რაც ძალიან დიდი ტრამპლინი იყო, ვოტსონ კრიკის ეს აღმოჩენა, ვახსენოთ როზალიnd ფრანკლინი, იმიტომ რომ მისი სურათები იყო. My bad, ჩემი ხო.
გამოიყენოს უნებართვად. გამოიყენოს უნებართვად სამწუხაროდ მას არ შეხვდა ნობელის პრემია, თუმცა ეგეც ხო, გასაგები გარდაცვლილი იყო უკვე და მთელი რიგი ამბები არის, დრამებია, მაგრამ მოხსენიებული არის როზალიnd ფრანკლინი უკვე დღესდღეობით ყველაფერში. თქვათ რა არის DNM, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი, ეს არის ინსტრუქციების წიგნი პრაქტიკულად და ინსტრუქციების წიგნი არის ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ არ არსებობს სიცოცხლე DNM-ის გარეშე და ამას ვამბობ მართლა ანუ ყველაზე დაბალი დონის სიცოცხლიდან რომ დავიწყოთ, რომელიც არის პროკარიოტული სიცოცხლეს ბაქტერიები და არქეები, უმაღლესი კლასი, არ ვიცი ეს რამდენად სწორი ნათქვამია, მაგრამ ადამიანებით დასრულებული, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ცოცხალ ორგანიზმში მემკვიდრეობითობა და სიცოცხლე განპირობებული არის სწორედ DNM-ში შენახული ინფორმაციით. DNM-ი როგორც მოგვახსენება არის ჩვეულებრივი მოლეკულა, რომელიც აგებული არის მცირე სუბერთეულებით, რომელსაც ჩვენ ნუკლეოტიდებს ვეძახით და ეს ნუკლეოტიდები რეალურად არის 4 სრულიად მცირე რაოდენობის 4 განსხვავებული ნუკლეოტიდი გვაქვს DNM-ში. სიცოცხლის ანბანი. ადენინი, გუანინი, თიმინი და ციტოზინი. მნიშვნელოვანი ამაში არის ის, რომ ამ 4 ნუკლეოტიდიდან ორ-ორად გვაქვს შექმნილი წყვილები. ადენინი ყოველთვის უკავშირდება თიმინს და შესაბამისად თიმინი ყოველთვის ადენინს, გუანინი ყოველთვის უკავშირდება ციტოზინს და ციტოზინი ყოველთვის უკავშირდება გუანინს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გავიგებთ რატომ. რეალურად აი ამ 4 ნუკლეოტიდის თანმიმდევრობა განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ნიშან-თვისება იქნება ჩამოყალიბებული სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში. ის რომ მე და შენ ვართ განსხვავებულები, განპირობებულია ზუსტად იმით, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვანაირად დაწერილი ადენინების, გუანინების, თიმინების და ციტოზინების თანმიმდევრობა. მეორე მხრივ, როგორც უკვე ვთქვით, DNM-ს აქვს ორმაგი სპირალის სტრუქტურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორმაგი ჯაჭვიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 2 ჯაჭვი, ერთჯაჭვიანი, ამათ მივუშენოთ მეორე მხრიდან ზუსტად შესაბამისად მეორე ჯაჭვები, ანუ ადენინებს მივაბათ თიმინები, გუანინებს მივაბათ ციტოზინები და ერთი ორმაგი ჯაჭვიდან მივიღოთ 2 ორმაგი ჯაჭვი. ეს არის რეალურად ის პროცესი, რომელიც რეალურად მიმდინარეობს ყველა ცოცხალ უჯრედში და ამ პროცესს ქვია რეპლიკაცია. რეპლიკაცია არის ის საბაზისო პროცესი, რომლის გამოც და რომლის შედეგადაც ხდება შემდგომ უჯრედის გაყოფა. და შემდეგ გამრავლება გაყოფა. ანუ ერთი უჯრედიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 2 უჯრედი და ამ ორივე უჯრედს ექნება იმისი იდენტური გენეტიკური მასალა, რაც იყო მშობელ უჯრედში. აი, ეხა ესეთი კითხვა გაუჩნდებოდა ჩვენს მენელსაც და მაყურებელსაც, რომ თითოეულ უჯრედში რომ ჩავიხედოთ, ასევე ქრომოსომები არ გვიხსენენ, არის 46 ქრომოსომა, ხო, სომატურ უჯრედებს თუ ავიღებთ. სომატურ უჯრედებში იგულისხმება ყველა არასასქესო უჯრედი, არაგერმინაციული უჯრედი და არის 46 ქრომოსომა, ხო? ეს ქრომოსომების გენეტიკური მიმდევრობა, ეს ნუკლეოტიდების მიმდევრობა ამ ქრომოსომებში და გენებში, ხო, არის იდენტური ყველა სომატურ უჯრედში, ხო? თუმცა კანის უჯრედი სხვანაირია, ნერვული უჯრედი სხვანაირია, კუნთური უჯრედი სხვანაირია. რა არის ამის მიზეზი? თუ ამ ნუკლეოტიდების მიმდევრობა თითოეულ ამ ქრომოსომაში არის ერთნაირი. ხო, ეს ისეთი კითხვა, რომელზეც ალბათ ყველა დამწყები ბიოლოგი ფიქრობს, იქამდე სანამ გაიგებს რა არის ეპიგენეტიკა. იმიტომ რომ ეპიგენეტიკა არის ზუსტად ის, რაც ქმნის განსხვავებებს, განსაკუთრებით კი ემბრიონულ დონეზე, იმიტომ რომ უჯრედები ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს რაღაცით. ადამიანის გენომი რომ ავიღოთ, ადამიანის DNM, ხო, ეს ქრომოსომებში ჩახვეული DNM, ეს DNM რეალურად ეს გრძელი ჯაჭვის სახით ხომ არ არის, ანუ დახვეულია, მაქსიმალურად შებოჭილია და ისე არის შენახული უჯრედში. და ამასთანავე მათ ყველა გენს, რომელიც, ანუ გენი არის DNM-ის სუბერთეული და მასში არის ჩაწერილი ინფორმაცია ერთი ცილის შესახებ, პერიოდულად გამოიშლება იმისათვის, რომ დაიწყოს მისი ექსპრესია და როცა უკვე აღარ არის საჭირო, ისევ იხვევა და იფუთება. მაგრამ რაღაცით ხომ უნდა განპირობდეს, როდის უნდა ჩაირთოს რომელი გენი და როდის არ უნდა ჩაირთოს. ანუ რომელი გენი უნდა ჩაირთოს რომელ უჯრედში, იმიტომ რომ უჯრედები ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. და როდის უნდა დაამთავროს გამრავლება ასევე. ნამდვილად.
ნამდვილად, ანუ ამ ყველაფერს განაპირობებს სხვადასხვა ქიმიური დანამატები, ანუ თუნდაც ისე ნუკლეინის მჟავები, მცირე ნუკლეინის მჟავები და სხვადასხვა ფაქტორები. და სწორედ ამას ქმნის ეპიგენეტიკა. ეპიგენეტიკაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორ რაღაცაზე, განსაკუთრებით ადამიანის გენომის შემთხვევაში, ერთი არის დნმ-ის მეთილირება. როგორც თქვი, ნუკლეოტიდებიდან 4 გვაქვს და ერთ-ერთი არის ციტოზინი და ციტოზინს ახასიათებს მეთილირება. ანუ მეთილის ჯგუფის მიმაგრება CH3-ის ჯგუფების უბრალოდ დაკავშირება დნმ-ის გენის ფარგლებში. იმ პროცესში, როდესაც ხდება მეთილირება, გენი არის პრაქტიკულად გამორთული და მისი ფუნქციონირება აღარ მიმდინარეობს და ეს არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გენების გარკვეული ნაწილი არის ჩართული, ვთქვათ, ნეირონში და შესაბამისად იღებს ნეირონი თავის ფორმას, ზომას და ფუნქციას, ხოლო მეორე ნაწილი გენების ჩართული იქნება სიტყვაზე კუნთის უჯრედში ან ეპითელურ უჯრედში და ესენი მიიღებენ განსხვავებულ კონფორმაციას და განსხვავებულ ფუნქციონირებას. ანუ ეს ინსტრუქცია მემკვიდრულად არის ჩადებული ჩვენში, რომ რომელმა უჯრედმა რა განვითარება უნდა პოვოს ჩასახვიდან განვითარების პერიოდში, ხო? ძირითადი ინსტრუქცია გაწერილი არის დნმ-ში, დიახ. მაგრამ ადამიანის განვითარების პროცესში, რაც დავიბადებით და მე გავდივართ ხო სიცოცხლის გზას, საინტერესო არის, რომ ეპიგენეტიკური ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ეს უკვე სპონტანური შემდეგი, ხო? სპონტანურად, დიახ. რაც უკვე გაჩნია სად მოხდება, როგორ მოხდება. შეძენილი ეპიგენეტიკური ცვლილებები და არა მემკვიდრულად განპირობებული შემდგომ ეპიგენეტიკური ცვლილებები. ზუსტად ამას გულისხმობ. აი მაგალითად მახსოვრობა, ხო? ანუ დასწავლა, ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ეპიგენეტიკურ ცვლილებებთან, იმიტომ რომ რაღაცა თუ არ შეიცვალა, ანუ ისე უჯრედმა ხო უნდა იფუნქციონიროს, ისე ნეირონებთან მივდივართ, ანუ რაღაცა უნდა ჩაიწეროს ახალი ინფორმაცია და აი ამ ჩაწერას სწორედაც განაპირობებს შეძენილი ეპიგენეტიკური ცვლილებები. თან რაღაც სავარჯიშო დარბაზში თუ დავდივართ, კუნთის ზომა გვესდება, ეს აქაც რაღაცა ირთვება, რაღაცა ითიშება, რა თქმა უნდა. ჩვენ ვახსენეთ, რომ რაღაცა ინფორმაცია მემკვიდრულად უკვე აქვს კონკრეტულ უჯრედებს, რომ რა ორგანოებად, ან ორგანოების წარმომადგენელ უჯრედებად უნდა გადაიქცეს, ხო? და შემდგომ დაასრულებს ზოგი ნერვულ უჯრედად, თმის უჯრედად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ვახსენეთ ეს ეპიგენეტიკური ცვლილებები და როგორც წესი, ეს ეპიგენეტიკური ცვლილებები მომდევნო თაობაში პირდაპირ არ გადადის და ეს არის რაღაცნაირი კანონი, ბიოლოგიის მეორე კანონი ქვია, თუ არ ვწდები და ვერთო გამახსენე სახელი მეცნიერის, ესე იგი, ევოლუციური ბიოლოგიის სახელს ვიხსენებ და ღმერთს ვთხოვ დახმარებას. სავარაუდოდ მორწმუნეები გადამცემენ ანათემას და ათეისტები კიდე იმ ხალხს გადამცემენ, ვინც ანათემას გადამცემს. აუგუსტ ვაისმანს გულისხმობ, მეორე კანონი, რომ რაც ხდება სომაში, არ გადადის გერმინაციულ უჯრედებში, ცხადია, აქ არის გულისხმება ის, რომ რაღაცა ჰორმონული სიგნალები იგზავნება ჩვენ სასქესო უჯრედებში მოსამწიფებლად და ასე შემდეგ. არამედ იგულისხმება ის, რომ მაგალითად მე რომ მაგალითად სამედიცინოზე მაქვს ნასწავლი, ჩემ შვილს არ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ძვალი აქვს ადამიანს ორგანიზმში, ხო? აი ეს რამდენად მყარია ეს ბარიერი, იმიტომ რომ სხვა ძუძუმწოვრებში არსებობს ჩატარებული კვლევები, მათ შორის თაგვებზე, რომ თუ მათ შეუქმნი მაგალითად სტრესულ გარემოს, რაღაცა ექსპერიმენტულ პირობებში, მათ შთამომავლობას უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, ზღვარი აქვს სტრესის მიმართ, ანუ ის ჰორმონები, რომელიც ირეკლავს სტრესის დონეს, უფრო გვიან გამოიყოფა იმ შემდეგ თაობაში, ვიდრე წინა თაობაში, რომელიც სპეციალურად დასტრესეს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონი მთლად რაღაცა სრულყოფილი არ არის და შეიძლება იყოს ბრიჩები, ასე ვთქვათ, ნაპრალები ამ კანონში. ბიოლოგიაში და განსაკუთრებით ჯერ კიდევ შესწავლად მეცნიერებებში ზოგადად აბსოლუტური კანონები სამწუხაროდ არ არსებობს, იმიტომ რომ გადის ხოლმე დრო და აღმოაჩენთ, რომ რაღაცები თურმე სულაც არ ყოფილა ისე, როგორც გვეგონა. ამიტომ აბსოლუტური ვერც მე ვერ ვიქნები ჩემ პასუხში. მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ისე არის, რომ სომატური უჯრედები როცა მიიღებს გარკვეულ სიგნალებს და შეიცვლებიან, იქნება ეს თუნდაც მიღებული ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც თავის ტვინში გენერირდება, ან პირიქით, ვთქვათ, სიმსივნური გადაგვარება სიტყვაზე ფილტვის უჯრედში. ხო, ესენი არ გადავა არანაირად
მემკვიდრეობაში, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გარკვეულ სტრეს ფაქტორებს თუ სხვა გარემო პირობებს ასევე აქვთ გავლენა სასქესო უჯრედებზე, ხო? ანუ მიღებული სტრესი არ განსაზღვრავს და არ ცვლის მხოლოდ და მხოლოდ სომატურ უჯრედებს და არ ცვლის მხოლოდ და მხოლოდ მათ გენეტიკას. ანუ ძალიან აქტიური არის კვლევები იმის შესახებ, როგორ იცვლება სხვადასხვა უჯრედი სტრესის ფარგლებში, ხო? სტრესის გავლენის ქვეშ. და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვლადი და სწრაფად მუტირებადი შეიძლება იყოს სწორედაც რომ რეპროდუქციული უჯრედები. ისინი არ არიან ესეთი დაცული და მიუხედავად იმისა რომ გენების აბსოლუტური უმეტესობა არ არის ცვლადი და ინახება ჩვეულებრივად, რა ვიცი, სანამ ახალი უჯრედი არ შეიქმნა, სანამ ზიგოტას არ მივიღებთ, მაინც რაღაცა გავლენას სავარაუდოდ ექნება გარემო პირობებს რეპროდუქციულ უჯრედებზე. არა და ადამიანებს ხშირად გონიათ ხოლმე, რომ აი მშობლებს რაღაც ის რო ეშინიათ მაგალითად ან რაღაცა ისტორია რო აქვთ გადახდენილი, ეს მახსოვრობა თითქოს მემკვიდრეობით მიყვებათ და ალბათ ბავშვობაში გაგონილი აქვთ, ინტერნალიზებული აქვთ და წარმოუდგენიათ, რომ ეს რაღაცა მემკვიდრეულად დაყვა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ ძალიან მცირე ზომის RNA-ებზე, რომლებიც რეალურად ცირკულაციას განიცდიან და შეიძლება სწორედაც რომ იმ ინფორმაციის მიმტანი იყვნენ რეპროდუქციულ უჯრედებთან, რომელიც არ არის საერთოდ განსაზღვრული ქრომოსომებში, მაგრამ რაღაცა ინფორმაცია შეიძლება მაინც გადადიოდეს. RNA-ი ეს უკვე ახალი სიტყვა ვახსენეთ და მოდი მოკლედ მიმოვიხილოთ რა სხვაობაა ამ DNS-ს და RNA-ს შორის. RNA-ები ბევრნაირი არსებობს, როგორც ვიცით, ან ბევრი ფუნქციის მატარებელი RNA-ები არსებობს და მოკლედ მიმოვიხილოთ, ხო, თუნდაც ამ რეპლიკაციაში თუ ამ უჯრედების დიფერენცირებაში რა როლი შეიძლება ქონდეს RNA-ს. იმიტომ რომ სულ ახალ-ახალი კვლევები დება და ახალ-ახალი ტიპის RNA-ების აღმოჩენა ხდება და სულ ახალ-ახალი ფუნქციების შესახებ გვესმის ამ RNA-ებზე, როცა ვსაუბრობთ. კი, რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა, იმიტომ რომ აი ახლა რაც ვახსენე, ხო, ეს მიკრო-RNA-ები ან უბრალოდ მცირე ზომის RNA-ები, რომლებიც უბრალოდ ცირკულირებენ ორგანიზმში, შეიძლება უჯრედებში იყვნენ და ასრულებდნენ სხვადასხვა ფუნქციას. ანუ პირველი და ყველაზე მთავარი RNA, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ეს არის მატრიცული, ანუ სანიმუშო RNA. ზოგადად RNA რა არის? RNA არის იგივენაირად ნუკლეინის მჟავა, როგორც არის DNA, მოლეკულაა. DNA-ისგან განსხვავებით ის არის ერთჯაჭვიანი და მასშიც იგივენაირად არის ნუკლეოტიდები განლაგებული, როგორც DNA-ში. და შესაბამისად მის ფუნქციას წარმოადგენს პრაქტიკულად DNA-მიდან ინფორმაციის გადმოწერა და გადმოტანა იმ ორგანელებთან უჯრედში, რომლებიც მერე უკვე მის ტრანსლაციას დაიწყებენ. ანუ ეს არის უნიკალური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა ცოცხალ უჯრედში. ანუ როგორც თქვი, რეპლიკაცია არის DNA-ის გაორმაგების პროცესი, მეორე რაც არის, ეს არის ტრანსკრიფცია, ანუ DNA-ის გარკვეული ფრაგმენტიდან გადმოწერა ინფორმაციის RNA-ის ენაზე, ანუ RNA-ის ერთჯაჭვიანი RNA-ის სინთეზი და მესამე, რომელსაც ვიტყვი, ეს არის უკვე ახალი ტრანსფორმაცია RNA-მიდან ცილის ენაზე. ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ახსენებს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა არ იცის ხოლმე მისი მნიშვნელობა და აქ უნდა ვახსენოთ გენეტიკური კოდი. იმიტომ რომ გენეტიკური კოდი არის ის, რამაც ძალიან წინწაწია და დაძრა მართლა მეცნიერება. ძალიან მალევე მოყვა DNA-ის სტრუქტურის გაშიფრვას, ეს გენეტიკური კოდის ამოხსნაც. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ DNA-მიდან როცა ინფორმაცია განმოიწერება RNA-ში, RNA რაღაცნაირად უნდა ტრანსლირდეს ცილის ენაზე. როგორც უკვე ვახსენე, ხო, DNA-ში, RNA-ში არის 4 ნუკლეოტიდი, მაგრამ ცილები ასევე სუბერთეულებით არის აგებული და სუბერთეულების რაოდენობა ცილებში არის 20. ცოცხალ ორგანიზმში 20 ამინომჟავა გვაქვს, ხო? და სხვადასხვა ცილებს აწყობს 20 სხვადასხვა ამინომჟავის თანმიმდევრობა. და ქუნა რაღაცნაირად დავაკავშიროთ ეს 4 ნუკლეოტიდი 20 ამინომჟავასთან. საქმე არის ის, რომ ეს ამ 4 ნუკლეოტიდიდან 3-ს თუ ავიღებთ და 3-3-ად დავაწყოთ სხვადასხვა თანმიმდევრობით, თითოეული 3 ცალი ნუკლეოტიდი განსაზღვრავს და შეესაბამება მხოლოდ ერთ ამინომჟავას. ეს არის უნიკალური გენეტიკური კოდი, რომელსაც არ განუცდია ცვლილება სიცოცხლის გაჩენიდან დღემდე. არის ყველაზე უფრო სტაბილური ალბათ რაც კი რაიმე შეიძლება არსებობდეს სიცოცხლეში, სიცოცხლის არსში და ყველა ცოცხალ ორგანიზმში ეს თარგმნა ხდება ერთნაირად. ანუ სიტყვაზე ადენინი, გუანინი და ციტოზინი ყოველთვის ყველა ცოცხალ ორგანიზმში ერთსა და იმავე ამინომჟავას შეესაბამება.
ანუ თუ ჩვენ ავიღებთ სიტყვაზე 60 ნუკლეოტიდიან ფრაგმენტს DNM-დან, რომლისგანაც მივიღებთ 60 ნუკლეოტიდიან RNM-ს, იქიდან ამ RNM-ის თარგმნა მოხდება მესამედ რაოდენობის, ანუ 20 ამინომჟავის მქონე ცილის ფრაგმენტში. აი ესე იგი რომ შევაჯამოთ ეს DNM-ი არის რაღაც ინსტრუქციების წიგნი, როგორც შენ თქვი, სიტყვაზე სახლის რემონტს რო ვაკეთებ და ეს იქნებოდა ინსტრუქციების წიგნი. RNM-ი არის ან ზოგჯერ სანტექნიკოსი, ჯურგალი, ასე შემდეგ, რომელიც კონკრეტული ამ ინსტრუქციებიდან კონკრეტული ფურცლები იცის. და უკვე დამზადებული მასალა, რომელსაც ეს მუშა აკეთებს, ის არის უკვე ცილა, ხო? მაგალითად, ავეჯი იქნება თუ გაყვანილობა და ასე შემდეგ. ანუ ეს იქნება სწორად. მაგრამ ეხლა მოდი გადავინაცვლოთ შემდეგ ეტაპზე, ხო? ვისწავლეთ ამეების წაკითხვა, გავარკვიეთ, რომ ეს ტრანსლაცია ხდება, ასე შემდეგ, თუმცა 70-იან წლებში უკვე ჩვენ ამ ინსტრუქციაში ჩარევები დავიწყეთ, ხო? და მინდა ვისაუბროთ რეკომბინანტული DNM ტექნოლოგიაზე პირველ რიგში, როცა ჩვენ სხვადასხვა ორგანიზმიდან შეიძლება ამოვჭრათ DNM-ის კონკრეტული ფრაგმენტები, მივიღოთ ახალი კონსტრუქტი გენეტიკური ინფორმაციის, რომელიც სხვადასხვა ნიშან-თვისებებს ძენს უკვე ამ ახალ რაღაცა ფორმულას, რასაც ჩვენ ვიღებთ, ხო? მაგალითად, პირველი ინსულინი სწორედ ასეთი გზით არის დამზადებული. ეშერიხია კოლიში ბაქტერიაში ხელოვნურად გაამრავლეს, ხო? ეს იყო მთლიანად რეკომბინანტული ტექნოლოგიით დამზადებული ინსულინი და ამან ფაქტობრივად უწყვეტი წყაროდ გახადა ინსულინის მიწოდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ხო? აი რა შეგვიძლია ვთქვათ ამ რევოლუციურობაზე, ამ რეკომბინანტული DNM-ის ტექნოლოგიას. უკვე რომ ვერევით ამ ყველაფერში. წერა-კითხვა ვისწავლეთ, თარგმნა და ვერევით. ადამიანების Audacity რასაც ქვია, ხო, რომ ანუ ავიღოთ ყველაფერი, ჩავერიოთ, შევცვალოთ და მივიღოთ ჩვენთვის სარგებელი, რაც პრინციპში საერთოდაც არ არის ცუდი, იქამდე სანამ კარგად ფუნქციონირებს. და თან ბოდიში რო გეჭრები, ჩვენ ძალიან იღბლიან ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, იმიტომ რომ Homo sapiens-ი დაახლოებით 300,000 წელია, რაც ცხოვრობს დედამიწაზე და ზოგადად ჩვენი გვარი, ჩვენი სახეობის ჩვენი გვარი დაახლოებით 2.5 მილიონია, ხო და ჩვენ იმ სულ რაღაც 70 წელი რაც მოლეკულურმა ბიოლოგიამ თანამედროვე ფორმით მიიღო სახე. ამიტომ უნდა გვიხაროდეს ეს ამბავი. კი, და თან ისეთ გარდამავალ ეტაპზე ვართ, აი ზუსტად მაგ ხაზის გაგრძელება მინდა, რომ ისეთ გარდამავალ ეტაპზე ვართ, როცა აღმოჩენებს ჯერჯერობით ისევ ადამიანები აკეთებენ და არა სიტყვაზე ხელოვნური ინტელექტი და რობოტები, იმიტომ აი ამ ტრანზიციის ეტაპზე რა ძალიან საინტერესო ძრები ხდება და რეკომბინანტული DNM-ი, ანუ ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ აი როგორც კი DNM-ი გაიშიფრა, მე უცებ მოყვა ამ ყველაფერს აი რეპლიკაციის, ტრანსკრიფციის ამ ყველაფრის აღმოჩენა და ადამიანებმა უცებ მეცნიერებმა გაიაზრეს რა აკეთებს ამას. ამ პროცესში რეალურად ჩართული არის ძალიან ბევრი ფაქტორი, ძალიან ბევრი ცილოვანი ფაქტორი და ნუ ორგანიზმში ჩვეულებრივად ხდება ამ DNM-ის თუ RNM-ის გაჭრა, მიკერება მერე ისევ გაჭრა, რაღაცით ჩანაცვლება, ხო, ანუ ეს მუდმივი პროცესი არის ორგანიზმში და თანდათან მეცნიერებმა აღმოაჩინეს რა განაპირობებს, რომელი ცილოვანი კომპლექსები განაპირობებს ამ პროცესებს. და შემდეგ, რა თქმა უნდა, თქვეს, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ გავიმეოროთ იგივე. და რა თქმა უნდა, გაიმეორეს და რა თქმა უნდა იმუშავა, იმიტომ რომ ცოცხალი უჯრედი არის იმდენად იდეალური, რომ თუ სამოდელოდ გამოვიყენებთ, მაშინ ძალიან ბევრ რაღაცას მივაღწევთ ადამიანები მეცნიერებაში და შესაბამისად მაშინ როდესაც გაიშიფრა რომელი ენზიმები ახდენენ რა პროცესებს აღმოჩინეს სხვადასხვა რესტრიქციული ენზიმები, რომლებიც DNM-ს ჭრიან, აღმოჩინეს სხვადასხვა ლიგაზები, რომლებიც DNM-ს რეალურად ერთმანეთს აკერებენ და ეს ძირითადად ეს ორი ენზიმური ჯგუფი გამოიყენეს იმისთვის, რომ ბაქტერიებში განსაკუთრებით DNM-ი გაეჭრათ და მასში ჩაეკერებინათ ისეთი ფრაგმენტები, რომელიც მათთვის იყო მეცნიერებისთვის იყო მნიშვნელოვანი, ხო? გაჩნია, რა თქმა უნდა, რა არის კვლევის კითხვა და აქედან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვა გენები და სხვადასხვა ფრაგმენტები ჩავაშენოთ ბაქტერიულ უჯრედებში. და ძალიან ბევრი პრაქტიკული გამოყენება, ორი, რაც
ეგრევე მახსენდება არის ორი ძირითადი ვაქცინა, რომელიც არის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ზუსტად ამ ტექნოლოგიით არის დამზადებული. ანტიგენის DNM-ი არის მაკოდირებელი RNA-მი არის აღებული, რომელიც შემდეგ ანტიგენს ასინთეზირებს უკვე ორგანიზმში. მას არ შეუძლია ინფექციის გამოწვევა, მაგრამ შეუძლია იმუნური პასუხის გამოწვევა, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გიცავს ამ ინფექციებისგან. ხო, ეს რეალურ ცხოვრებაში რამხელა სარგებელი აქვს, ხო? მოდი გადავინაცვლოთ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ვთქვით, რომ DNM-ის ორმაგის სპირალი აღმოვაჩინეთ, პირველ პირში რატო ამობა არ ვიცი, მე არანაირი დამსახურება მან არ მქონია. აღმოვაჩინეთ, ხო, კაცობრიობის სახელით ვილაპარაკებ. აღმოვაჩინეთ, თუმცა ხო, ეს იყო პირველი ეტაპი, ხო, ამას დომინოს პრინციპით მოყვა კასკადი ამ აღმოჩენების და მხოლოდ რაღაცა ერთი DNM-ის ერთი მოლეკულის გაშიფრვა არ არის, ხო, საკმარისი. ეს მოლეკულები თუნდაც სხვა უჯრედში ერთმანეთთან კომბინაციაში მოქმედებენ და საჭირო იყო მისი მთლიანად გაშიფრვა და 70-იანი წლების ბოლოს ზენგერის მეთოდით სეკვენირება შევძელით ჩვენ და აი შენ ბევრად უკეთ ახსნი რას ნიშნავს, იმიტომ რომ თან ვიცი რომ შენი პროფილი არის პირდაპირი სეკვენირების ჯგუფში ხარ, როგორც ვიცი ლუგარის ლაბორატორიაში და რომ გითხრა რას გულისხმობდა და რა პრაქტიკული სარგებელი მოიტანა ამ DNM-ის სეკვენირებამ ზენგერის მეთოდით და მე ვიცი რომ კიდე მეორე თაობის სეკვენირება წამოვიდა, მესამე თაობის სეკვენირება წამოვიდა და მივყვეთ ამ თაობებს. ბატონ სენგერზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერია, რომელსაც 2 ნობელის პრემია აქვს მოპოვებული. პირველი იყო სწორედ ინსულინი ახსენე და ინსულინის სტრუქტურის გაშიფრვაში და მეორე იყო უკვე სენგერის სეკვენირების მეთოდის შემუშავებისთვის. სიტყვიდან გამომდინარე სეკვენირება ნიშნავს გაშიფრვას და სენგერის სეკვენირება ნიშნავს DNM-ის თანმიმდევრობის გაშიფრვას. ანუ აი ამ ადენინების, გუანინების, თიმინების და ციტოზინების თანმიმდევრობის დადგენას. შემდეგ ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, გაიშალა. დღესდღეობით უკვე გვაქვს მონიშნული მანათობელი ნუკლეოტიდები, რომლებსაც ვამატებთ ამ სამშენებლო მასალად რეპლიკაციის პროცესში. ეს ნუკლეოტიდები პრაქტიკულად რეპლიკაციას სხვადასხვა ეტაპზე წყვეტენ და შესაბამისად ჩვენ შაბლონური DNM-დან ვიღებთ სხვადასხვა ზომის ფრაგმენტებს. სიტყვაზე გვაქვს 10 ნუკლეოტიდი. პირველ რიგში თუ პირველივე ნუკლეოტიდად დაემატება პირველივე მონიშნული სამშენებლო მასალა და რეპლიკაცია არ გაგრძელდება, ამ შემთხვევაში მივიღებთ და გავშიფრავთ რომელი იყო პირველი ნუკლეოტიდი. თუ სიტყვაზე მეორე ადგილას ჩაჯდა ეს მონიშნული ნუკლეოტიდი, მაშინ გვეცოდინება მეორე რომელი იყო. გვექნება 3 ნუკლეოტიდიანი ფრაგმენტით, 4-იანით და ასე შემდეგ. ანუ ყველა ჯერზე შემთხვევითობის პრინციპით DNM-ის სინთეზი მეორე ჯაჭვის სინთეზი წყდება სხვადასხვა ეტაპზე. რაც დღესდღეობით უკვე მანათობელი ნუკლეოტიდებით არის, ყველა ნუკლეოტიდს შეესაბამება თავისი მანათობელი ფერი და ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ პირველ ადგილზე წითელი ნუკლეოტიდი თუ ჩაჯდა, მაშინ გუანინი იქნებოდა, მეორე ადგილას თუ სიტყვაზე მწვანე ჩაჯდა, ციტოზინი იქნებოდა და ასე შემდეგ. რისთვის აი რა პრაქტიკული აქვს ამას სარგებელი? აი მაგალითად თუ არის ამით შესაძლებელი რაღაც კონკრეტული მუტაციების დეტექცია ან ასე შემდეგ კი, ზუსტად ეს იყო მიზანი, რომ რაღაცა სიტუაციებში ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავარკვიოთ, როგორი არის გენომში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა. მაგალითად, ავიღოთ ავტოიმუნური დაავადებები, ან ავიღოთ სიმსივნეები, რომლებიც რეალურად ერთი ნუკლეოტიდის ცვლილებითაც კი შეიძლება რომ იყვნენ განპირობებული, ხო? ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი არის რომ დავადგინოთ რომელი ნუკლეოტიდიც ჩანაცვლა და გვჭირდება რომ ზუსტად გქონდეს გაშიფრული ფრაგმენტი. ან უნდა ვიცოდეთ ნორმა რა უნდა იყოს და რა აღარ არის, ეგეც ხო? ამის შემდეგ სხვათა შორის აი ამ სენგერის სეკვენირების მეთოდს მალევე წამოეწია დაახლოებით 5 წელიწადში წამოეწია PCR-ის მეთოდი, რომელიც ძალიან აქტუალური იყო რაც რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც და მსოფლიოშიც და პრაქტიკულად ყველა საუბრობს და ჩემი აზრით ალბათ მეც უნდა ვსაუბრობდეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მოლეკულურ-ბიოლოგიური ტექნიკა არის, რაც კი რაიმე შექმნილა. და ნუ აი ძალიან კავშირში არის სენგერის მეთოდთან, იმიტომ რომ აი ესეც ანუ DNM-ის ამპლიფიკაციაზე, ანუ კონკრეტული ფრაგმენტის გამრავლებაზე არის. და ნუ ციკლურად ვამრავლებთ DNM-ის გარკვეულ ფრაგმენტს,
და შედეგად ვიღებთ პასუხს. აი, რაც, ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა დაავადებების, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების დეტექციისთვის, დიაგნოსტიკის პროცესში. აი, COVID-19-ის მაგალითზე ავიღოთ, რას აკეთებდა COVID-19-ის შემთხვევაში PCR-ი, რა მექანიზმით ავლენდა მის არსებობა არ არსებობას? მაგალითად COVID-ის შემთხვევაში რა ხდებოდა? ჩვენ როგორც ვიცით, ყველა პათოგენს და ზოგადად ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს თავისთვის დამახასიათებელი ძალიან სპეციფიკური უბნები. ჩვენ წინასწარ გვაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის ასეთი სპეციფიკური და უნივერსალური სიტყვაზე COVID-ისთვის, ან monkeypox-ისთვის, ან ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიისთვის და ასე შემდეგ. თუ ჩვენ აი ამ სპეციფიკურ ფრაგმენტს მოვნიშნავთ DNM-ის პაწია ფრაგმენტებით, მცირე ზომის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, თუ DNM-ი გაიყოფა შუაზე, ანუ ორი ჯაჭვი თუ დაცილდება ერთმანეთს, შეგვიძლია რომ მასზე დავსვათ ძალიან მცირე ზომის ფრაგმენტები. ეს არის ზუსტად ის, რაც გვასწავლა ცოცხალმა უჯრედმა, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ხდება იქაც. თუ სინჯარაში ჩვენ გვაქვს ერთი მოლეკულა RNA-ი COVID-ის ვირუსის, პირველ ციკლზე ჩვენ მივიღებთ 2 მოლეკულას, მეორე ციკლზე ჩვენ მივიღებთ 4 მოლეკულას და ასე შემდეგ გამრავლდება ეს ფრაგმენტები. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, იმიტომ რომ დავადგინოთ რეალურად ჩვენი პათოგენი იყო თუ არა სინჯარაში, ანუ პაციენტის ნიმუშში და მეორე იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რაოდენობრივად გავარკვიოთ, რა რაოდენობით იყო საწყის ნიმუშში აი ამ RNA-ის მოლეკულების რაოდენობა. იმიტომ რომ ვიცით რომ ეს ყველაფერი ხდება გეომეტრიული პროგრესიით. ესე იგი, რამხელა წყალობა იყო, რომ აღმოაჩინეთ, რომ თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმის რაღაცა ეს ინფორმაცია გენეტიკური მასალა DNM-ია, იმიტომ რომ სამოდელო ცხოველებზე რამდენი რაღაცის დაკვირვება შეგვიძლია. ხო, ბევრისთვის გულდასაწყვეტი იყო, იმიტომ რომ კიდე ერთი დასტური იყო იმისა, რომ ყველას ჩვენ საერთო წინაპარი ყავს, მაგრამ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთი რაღაცა ესეთი კითხვა გამიჩნდა, არ ვიცი, მაგაზე ზუსტი პასუხი რამდენად არსებობს. აი დღეს სეკვენირებას რო დაუბრუნდით, რაღაცა კომპანიები, კერძო კომპანიები არსებობენ, რომლებიც შეგიძლია გაუგზავნონ შენი ერწყვის ნიმუში თუ თმის ღერი თუ ასე შემდეგ და დაგიდგინონ ვისი გორის ხარ და ასე შემდეგ და ზოგი ძახის რომ მე რაღაცა 100%-ით ქართველი ვარ, რაღაცა იბრალებს იმას ამას, ეს რამდენად ჯერ ხო სეკვენირებით ხდება ალბათ, დიდი ალბათობით და რამდენად ახლო არის სინამდვილესთან ეს რაღაცა დადგენა შენი წარმომავლობის ამ სეკვენირებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღესდღეობით არსებული სეკვენირების მეთოდები ძალიან განვითარდა სენგერის მეთოდიდან და შესაბამისად უკვე მთლიანი ადამიანის გენომიც გვაქვს და არაერთი და გვაქვს ყველა რასის წარმომადგენლის დასეკვენირებული ნიმუშები, ანუ უკვე ვიცით ერთმანეთისგან ისინი როგორ განსხვავდებიან. შესაბამისად ჩვენ თუ ავიღებთ ჩვენს ნიმუშს, დავასეკვენირებთ და კარგად გავაანალიზებთ, რეალურად შეიძლება გენების თანაფარდობის ნახვა და სწორედ აი ამას ეფუძნება ეს კერძო კომპანიების შემოთავაზებული ანალიზები, რომ გავარკვეთ რეალურად ვისი გორის ვართ. კი, საკმაოდ რეალური არის და საკმაოდ სწრაფი გახდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა აი მეორე თაობა და მესამე თაობა ახსენეს სეკვენირების, აი ზუსტად მართლა ჩემი პროფილი რაც არის, მეორე თაობა ეს იყო სეკვენირება სინთეზის მეშვეობითაც აღარ ჩავუღრმავდები, მაგრამ რა ვიცი, ბევრი ბიოლოგისტვის არის ცნობილი ილუმინას ტექნოლოგიები, რომელიც რავი 2005-2008 წლიდან წამოვიდა და აი მართლა დაიპყრო ბიოლოგიის სფერო და მოგვცა საშუალება, რომ ძალიან ღრმა სეკვენირება გაკეთებული იყო ძალიან ბევრი რაღაცის. და აი დღეს უკვე გვაქვს უფრო საინტერესო ტექნოლოგია, მინიონის ტექნოლოგია, სადაც აი პირდაპირ ვიღებთ DNM-ს პრაქტიკულად, რო ვთქვა, ძალიან მინიმალური დამუშავებით ვათავსებთ ჩიპზე. და ამ ჩიპზე გვაქვს მემბრანა, რომელშიც ჩაშენებული არის ბიოტექნოლოგიურად პატარა ფორები. ამ ფორებში DNM გაივლის და აი ყველაფერი დამატებითი დამუშავების გარეშე ფორაში განვლის შედეგად ფეხით გადადებული ელოდები. არც ელოდები, ანუ პრაქტიკულად ეკრანზე შეგიძლია real time უყურო, რეალურ დროში, როგორი იყო თანმიმდევრობა და პრაქტიკულად ანალიზის პარალელურად შენ თვითონ გაერკვე რომელი გენი გაქვს აქ. ანუ ეს არის
ულტრამოკლე პერიოდი იქიდან გამომდინარე რომ ანუ არ გჭირდება დნმ-ის რაც ძალიან დიდი დამუშავება, არ გჭირდება შენ რაც ძალიან ძვირფასი ხელსაწყოები, საკმაოდ ხელმისაწვდომი აპარატურა, ეს Oxford Nanopore-ის პროდუქციაზე მაქვს საუბარი. ახალია საკმაოდ. საკმაოდ სხვათა შორის არც ისე ახალი, თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველდღე იცვლება ტექნოლოგია, უბრალოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აი ეს უზუსტობები და პრობლემები რაც ქონდა Oxford Nanopore-ს პრაქტიკულად აღმოფხვრა და აი ძალიან დიდი სისწრაფით ცვლის ტექნოლოგიას და ხვეწავს და ეს ხარისხიც ბევრად უფრო კარგია ვიდრე ქონდა 5 წლის წინ და ჩემი აზრით უახლოესი მომავალი მაინც მინიონისა, იმიტომ რომ 3 საათში მაქვს ხოლმე პასუხი, როცა ძალიან მეჩქარება მთელი ბაქტერიის გენომის რაც არის რა ვიცი, ალბათ 10 წლის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. პრინციპში აი სეკვენირების დამსახურება არ არის, იც რომ მაგალითად დეტექტიური ჟანრის ფილმები 70-იანი წლებიდან სრულიად შეიცვალა, იმიტომ რომ დნმ-ის ანალიზით არ ყვევდნენ იქ უკვე თავარი ეჭვმიტანილებზე ამბავს. ანუ მაგ მეთოდით ხდებოდა, ხო? დიდი ალბათობით ანუ ამ დატოვებული რაღაც ცოცხალი მასალის აღება და მერე გამრავლება დიდი ალბათობით ეს გენეტიკური ნიმუში ეგრე ირკვევა. ესაც ახლა forensic science რაც არის, ხო? ანუ ეს ექსპერტიზის ნიმუშები სეკვენირების მეთოდი. ანუ გაჩნია ხა რა თქმა უნდა, რაზე არის საუბარი, ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბიოლოგიური მასალის რკვევისას თუ ჩვენ გვაინტერესებს თუნდაც პირის იდენტიფიცირება, სეკვენირება ალბათ მართლა უნივერსალური და პირველადი, ოქროს სტანდარტი იქნება, დღეს და ისევ ყველგან. ხო. მიუხედავად იმისა, რომ აი სეკვენირების მეთოდები 70-იანი წლების ბოლოს უკვე შექმნილი იყო, 77 წელს, როგორც თქვი, 2003 წლამდე, თუ არ ვცდები, არ იყო დასრულებული ადამიანის გენომის პროექტი, ხო? რომელიც ნიშნავდა ადამიანის გენომის სრულად შესწავლას, სეკვენირებას, ხო, ალბათ. პირველ რიგში რა ახსნათ, რა არის გენომი და რას გულისხმობდა ეს ადამიანის გენომის პროექტი? ადამიანის გენომის პროექტი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო, ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ბიოლოგიურ მეცნიერებებში და არა მარტო, რომელიც ადამიანებმა განახორციელეს, ჩემი აზრით. ვიტყვი რომ არ ამაყი, იმიტომ რომ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც პირადად იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ძალიან დიდი მონაწილეობა აქვთ მიღებული ადამიანის გენომის გაშიფვრის პროცესში. მე ვარ ამაყი რომ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც იცნობს ამან. და სხვათა შორის იმ ლაბორატორიაშიც გავიარე ტრეინინგები, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. სულ 6 ქვეყანა მონაწილეობდა ადამიანის გენომის პროექტში, ეს იყო ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია და ჩინეთი. ანუ გავიაზროთ რამხელარი მასშტაბი, ხო? მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 20-ზე მეტი ლაბორატორია და გრძელდებოდა 13 წელი. რა იყო მიზანი? მიზანი იყო ის, რომ გაგვეგო რა ხდება ამ 23 წყვილ ქრომოსომაში, იმიტომ რომ ხო ადამიანის გენომი რო აიღო ტექნიკურად, ხო? აი მართლა მოლეკულარო აიღო და გაშალო, ხო? ულტრა მცირე ზომის სუბერთეულებისგან აშენებული არის იმ ზომის მოლეკულები, რომელიც მიაღწევს 2 მეტრის სიგრძეს. ანუ საოცრად დიდ ზომაზე არის საუბარი. ხო, ამ ხელა ინფორმაციას იტევს ესეთი მცირე მოლეკულა, რომელიც რა, ხო, და შენი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, სადაც ლაპარაკობ იმაზე, როგორ შეიძლება ერთ დროს ვიხილოთ ზღვა ინფორმაციის დავატიოთ აი მიკროსკოპული ზომის რაღაცა დნმ-ის მოლეკულაში, ხო, რომელიც ძალიან მდგრადი და გამძლეა. ულტრა მდგრადი, ულტრა გამძლე, საოცრად კარგი სამუშაო პროდუქტი, სინთეზირება უკვე ჩვენთვის ძალიან მარტივია. მაგრამ ესე არ იყო 2000-იანი წლების დასაწყისში, ხო? ანუ არ იყო მით უმეტეს 90-იანი წლებში. ანუ მოდი ჯერ ვთქვათ, როგორი არის გარემო 90-იანი წლებში, როცა დნმ-ის ადამიანის გენომის პროექტი დაიწყო. ანუ პრაქტიკულად არ არსებობს ინტერნეტი. პრაქტიკულად არ არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომელიც დნმ-ს აანალიზებს. პრაქტიკულად არ არსებობს გამართული საკომუნიკაციო სისტემები სხვადასხვა ქვეყნებს შორის. და 6 ქვეყანაში, სადაც
ერთსა და იმავე დროს ერთგან ღამეა და მეორეგან დღე მეცნიერების ხედან და შიფრავენ DNS-ს. და ამ ყველაფერს აკეთებენ პრაქტიკულად ფურცელზე, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი ბიოინფორმატიკული თულები, რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ხო? და სასაცილო რა არის, იცი, ბოდიში რო გაწყვეტინებ კიდე ერთხელ ამ ადამიანის გენომის პროექტის წარდგენაზე ბილ კლინტონი გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ დღეს ჩვენ გავიგეთო ისო ენაო რითი შექმნა ღმერთმა ადამიანს. იმდენ მეცნიერების სავსე დარბაზში ალბათ ცოტა საერთიანი ნათქვამია, იმიტომ რომ ხო, არ ვიცი, პრინციპში ანუ ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ პოლიტიკოსია კაც პრეზიდენტი ამერიკაში ხა სხვანაირად არ ვერ იტყოდა. მით უმეტეს მეცნიერება სხვათა შორის მართლა იქამდე მიდის, რომ საბოლოო ჯამში ვერც ვერაფერს ადასტურებ და ვერც ვერაფერს გამორიცხავ. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ასეთი უნივერსალი, ეხლა მე ჩემი რა რწმენა მაქვს ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ეჭვის შეტანა ყველაზე კარგი რაღაცა, მე მგონი რაც უნდა გავაკეთოთ, ხო? და სამაგიეროდ ბილ კლინტონი ამ ნათქვამის პარალელში რაღაც საოცარი თანხებით აფინანსებდა გენომის პროექტს, რაც ძალიან დიდი მადლობელი ალბათ. აგიტო უწევდა ეგეთების ლაპარაკის. ხო, ყველა ბიოლოგი ძალიან ბედნიერია და მოკლედ 13 წლის განმავლობაში სენგერის მეთოდით ანუ ძალიან რაც 1500 ნუკლეოტიდური წყვილით გაშიფრეს 30 ტრილიონი ნუკლეოტიდი. ანუ მთლიანი ადამიანის გენომის 95%. ეს არის რაც კოლოსალური შრომა. ანუ წარმოდგენაც კი არა მაქვს, როგორ შეიძლება და ეს გაეკეთებინათ. ანუ წარმოუდგენელი რაოდენობის შრომა. დარჩენილი იყო მხოლოდ დაახლოებით 5%, რაც ვერ გაიშიფრა. ეს არის ტელომერის უბნები, ანუ ქრომოსომის დაბოლებები, რომელიც აი მართლა ისეთი კონსტრუქციის არის, რომ ძალიან რთული იყო და იმ 2-3 წლის წინ 2022-2023-ში ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ გამოცხადა, რომ აი მე всё ესეც გავაკეთე და ბოლო 5% დავხურე და დღესდღეობით გვაქვს სრულიად მთლიანი ადამიანის გენომი. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ ადამიანის გენომის პროექტი მარტო ერთი ადამიანის გენომს ეყრდნობოდა. ეს უნდა ვთქვათ, 20 სხვადასხვა მოხალის ეყავდათ, რომელთა შესახებ ინფორმაცია არის სრულიად დახურული. და სხვადასხვა წარმოშობისა და წარმომავლობის იყვნენ ეს ადამიანები, რამაც მოგვცა ინფორმაცია, აი, მთლიანად ბევრი რასის ადამიანების გენომის შესახებ. და რა აი პრაქტიკულად ამითი ჩვენ აი რა შეგვიძლია დავას, აი რას შეუწყო ამან ხელი, ანუ სხვადასხვა დაავადებების გამოვლენას, იმის ჩაძიებას, სად არის პრობლემა, თუ აი სრულად შეკვრამ ამ სურათის აი ფაზლში კიდე რა ის ჩასვა დეტალი. ჩემი აზრით ფაზლში კი არის ჩასვა დეტალი. თლიანად დაგვიდო წინ უზარმაზარი ფაზლი, რომელიც უნდა შევისწავლოთ. ანუ ადამიანის გენომის პროექტი არ იყო მხოლოდ ის, რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, რაც ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის შესახებ, ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიცით, რომელი გენები არის ადამიანის გენომში, ხო? ანუ სტრუქტურული ერთეულები. და როგორ არის განთავსებული და რომელ ქრომოსომაში რომელი გენია. მაგრამ ამის გარდა ამას დაეყრდნო შემდგომი მეცნიერებების განვითარება, მაგალითად გენეტიკური სხვადასხვა დიაგნოსტიკის საშუალებების, ხო? ანუ როცა ვსაუბრობთ ჩვენ მაგალითად ავტოიმუნურ დაავადებებზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიმსივნეებზე, რომლებიც აქტიურად კი არა, აბსოლუტურად ყოველთვის პრაქტიკულად არის გამოწვეული ადამიანის გენომში მიმდინარე მუტაციებით, ხო? ჩვენ თუ გვაქვს შაბლონი და ვიცით რა შეიძლება იყოს გამომწვევი, ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია მივიდეთ და დავადიაგნოსტიროთ ეს გენი, ანუ თუ სიტყვაზე ვიცით ფილტვის კიბოს გამომწვევი გენები რა შეიძლება იყოს და პაციენტს უყურებთ, რომელსაც რაღაც დაზიანებები აქვს ფილტვის უჯრედებში, მაშინ უკვე ძალიან პირდაპირ ვამბობთ, რომ გვჭირდება ამ გენების ანალიზი და შესაბამისად უკვე თანდათან ვახლოვდებით ერთი მხრივ ძალიან გამართულ დიაგნოსტიკას და მეორე მხრივ უკვე პერსონალურ მედიცინას, იმიტომ რომ რომელიც პირველი ისინიც გვაქვს უკვე პრინციპში, ხო? კი, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესზე და თუ ჩვენ ვიცით ადამიანის გენომი და თუ უკვე ვიცით კონკრეტული ადამიანის კონკრეტული გენების ინფორმაცია, მაშინ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელი წამალი, რომელი პრეპარატი, რომელი თერაპია იქნება მისთვის უფრო მეტად მოსახერხებელი და რომელი იქნება უფრო ეფექტური. და ალბათ ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რაც შეიძლება დღესდღეობით ჩვენ გვქონდეს.
კი ბატონო, ამ ადამიანის გენომის პროექტს აუცილებლად მოუბრუნდები, როცა AI-ს მივადგებით, თუმცა მანამდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო თანამედროვე ეტაპი გვაქვს დასაფარი, რასაც ქვია CRISPR-Cas9 და მისი შემდგომი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიები, ხო? აღმოვაჩინეთ, რომ ბაქტერიას და არქაებს და ერთუჯრედიანებს თურმე იმაზე ბევრად უკეთესი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე ჩვენ, ხო? და უფრო რაღაცა კაფიოსი ზუსტი შეუვლიათ გამკლავება სიტყვაზე ბაქტერიოფაგებთან, რაც არის ვირუსები, ხო, რომლებიც ებრძვიან ბაქტერიებს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია გამკლავება ზოგ შემთხვევაში იმ ინფექციურ აგენტებთან, რომელიც შეიძლება შემოიჭრას ჩვენს ორგანიზმში. ამას მეორენაირად რაღაცა აკრატელსაც უწოდებენ. აი რომ მოგვიყვე მეტი ჩვენ ვთქვით, რომ გადავწყვიტეთ, რომ ჩავერიოთ კიდევაც, ხო და ეს არის ამ გენეტიკურ ინფორმაციაში ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, კიდე რედაქტირება ფაქტობრივად და მეტი რომ მოგვიყვე ამაზე, აი რა თან აქ უკვე ეთიკური საკითხებით შემოდის, ხო, როცა CRISPR-ზე ვსაუბრობთ. რა არის ეს CRISPR-ი, როდის აღმოვაჩინეთ და რას ველოდებით ამ ტექნოლოგიისგან და რა მიღწევები გვაქვს უკვე. როგორც ვიცი, აქაც ქალებმა იყო ჩაღეს ჯენიფერ დუდნა და ემანუელ შარპენტიე, რომელსაც ნობელის პრემიები გადაეცათ ამისთვის 2020-ში და მაგრამ როგორც ბატონმა ცოტნე ჯავახიშვილმა ბრძანა, სხვებსაც ეკუთვნოდათ. კი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მუშაობდა ამაზე, ანუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ აი მუცნაურ განმეორებად უბნებს ბაქტერიულ გენომებში, რომლის ფუნქციასაც ვერ იგებდნენ. და მე დააკვირდნენ, რომ აი წარმოიდგინე, რომ გვაქვს რაღაცა გრძელი ბაქტერიული გენომი და სადღაც რაღაცა ფრაგმენტში გვაქვს ზუსტად ერთნაირი თანმიმდევრობები. ოღონდ დაახლოებით 15-20 ნუკლეოტიდის გამოტოვებით. ერთნაირი ფრაგმენტი, განსხვავებული ფრაგმენტი, ზუსტად იგივე ფრაგმენტი, კიდე განსხვავებული ფრაგმენტი და ასე შემდეგ. და ძალიან დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ, ანალიზის შემდეგ აღმოჩნეს, რომ მნიშვნელოვანი არის არა მარტო ეს განმეორებადი უბნები, არამედ ის უბნებიც, რომელიც არის ერთმანეთისგან განსხვავებული, იმიტომ რომ ეს განსხვავებული უბნები აღმოჩნდა სწორედ ის სპეციფიკური ფრაგმენტები, რომელიც შეესაბამება მის მტერს, ანუ ბაქტერიოფაგს. ანუ თუ უჯრედში ბაქტერიაში ხდება ბაქტერიოფაგის შეჭრა, მაშინ აი ამ ჩანართებით შეიძლება რომ ბაქტერიამ ამოიცნოს ვირუსი და ეგრევე ჩართოს სასიგნალო სისტემა, რომელიც ამ ბაქტერიოფაგს გაანადგურებს. სწორედ აი ამას ქვია ბაქტერიის იმუნური სისტემა. და მუშაობს ძალიან ეფექტურად. მაგრამ ამის გადმოთარგმნა მეცნიერებმა შეძლეს ისე, რომ აი ეს განმეორებადი უბნები რაც არის, გამოიყენეს ეგრეთ წოდებულ შაბლონებად. ანუ ეს არის ის უბნები, სადაც რეალურად CRISPR-Cas9 მუშაობს ჩაჭრებით რა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხო მართლა მაკრატელი არის აი ამ კონკრეტულ ფრაგმენტებში, სადაც განმეორებადი უბნები გვაქვს, მიდის ორი სხვადასხვა ცილა და აი ამას ჭრის. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავათარგეთოთ, ანუ მოვნიშნოთ ის კონკრეტული უბანი, რომელიც გვინდა რომ ამოიჭრას დნმ-დან. და არა მარტო ბაქტერიული დნმ-დან, არამედ ადამიანის დნმ-დანაც. და ზუსტად იგივე მექანიზმით, როგორც მუშაობს ბაქტერია, ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ ადამიანის გენომთან, ნახოთ აი სიტყვაზე ნამგლისებრი ანემიაში, ხო, სხვა დაავადებებში. კი, წარმატებული პროექტია CRISPR-Cas9-ის გამოყენება ნამგლისებურ ანემიაში, ანუ შეგვიძლია მივიდეთ დაზიანებულ უბანთან, ამოვჭრათ და ჩავაკეროთ სწორი უბანი. არაჩვეულებრივია, ხო, მთელი რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, სადაც რაღაც ერთ-ორ ნუკლეოტიდის ცდომილებაზე არის საუბარი და შეიძლება ძალიან კარგად იმუშაოს, მაგრამ როგორც ჩვენ თქვი, მართლა მივდივართ საბოლოო ჯამში ეთიკურ პრობლემებთან და ეს არ ეხება მხოლოდ CRISPR-Cas, ან ნებისმიერი რეკომბინაციული ან editing-ის საშუალებები, რომლებიც შეიძლება რომ გამოვიყენოთ ადამიანის გენომში, ჯერჯერობით ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ არის, რასაც ნაწილობრივ ალბათ ვეთანხმები და ნაწილობრივ არ ვეთანხმები. ანუ ხელოვნურად რაღაცა ნიშანთვისებების გაძლიერება ადამიანში ამ პირიქით, თუ აი რას გულისხმობ? კი, ანუ ნიშანთვისებების გაძლიერება, რაღაცების ამოღება, რაღაცების ჩამატება, ხო? ხო, ნუ ევგენიკა გამოდის ფაქტობრივად, რასაც უფრთხოდით მე-20 საუკუნის დასაწყისში, იმის რისკის წინაშე შეიძლება დავდგეთ. შეიძლება დავდგეთ, მაგრამ მეორე მხრივ, მოდი არ შევეხოთ დნმ-ს და შევხედოთ სამყაროს დღევანდელ დღეს, როცა ადამიანები პრაქტიკულად ცვლიან ყველაფერს, რაც უნდათ. მათ გარეგნობაში, მათ
ჯანმრთელობაში ჩვენ ორგანოებს უნდა რგავთ ერთი სხეულიდან მეორე სხეულში. არა თუ ერთი სხეულიდან მეორე სხეულში, არამედ უბეჭდავთ 3D პრინტერით და შემდეგ გადაგვაქვს ორგანიზმში. ცხოველის ორგანოები გადაგვიტანია ადამიანის ორგანიზმში, ხო? ანუ ჩვენ ამ ცვლილებებს მაინც ვაკეთებთ. პრობლემა რეალურად ჩემი აზრით მეცნიერებაში იქ კი არ დგას დღეს, რომ გვაქვს თუ არა უფლება რომ შევცვალოთ რაღაც. უბრალოდ პრობლემა დგას იქ, რომ ჩვენ არა გვაქვს სრული ინფორმაცია. ხო, ანუ ეს ეგეთი ზუსტი არ არის, რომ გავბედოთ, რომ ყველაფერზე ეს გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ანუ ჯერ ბოლომდე სიზუსტე არა გვაქვს, ეს ერთი პრობლემაა და მეორე არის ის, რომ როგორც არ უნდა გავშიფროთ ადამიანის გენომი და როგორც დარწმუნებულებიც არ უნდა ვიყოთ, რომ ეს გენი ამას აკეთებს. ჯერჯერობით არ ვიცით, იქნება მას რაიმე გავლენა აქვს სხვა გენზე. ან იქნება გენების გადაფარვის უბანია. ან იქნება ხო, ანუ შეიძლება სხვა რაღაცაზე ჰქონდეს გავლენა და ეს მარტივი არ არის ადგე და შეცვალა. და ისიც ალბათ პრობლემა იქნება მაგ შემთხვევაში, რომ არათანაბარი ხელმისაწვდომობა კონკრეტულ ტექნოლოგიებზე, ხო, იმიტომ რომ ეს იაფიანი ამბავი ნამდვილად არ იქნება, ეს კიბოს იმუნოთერაპიაშიც გამოიყენება, ხო, რაღაცა ტესელების მოდიფიცირება, ისე CAR-T კი, CAR-T ტექნოლოგია და სხვა ძალიან ინტერფერენციები და ანუ ძალიან ბევრი რაღაცა არის, მაგრამ ეს თერაპიები რაც არსებობს დღეს ბაზარზე, ხო, ძალიან ბევრი მათგანი არ არის უშუალო დნმ-ის შეცვლის მიმართულებით. ანუ უფრო მეტად ჩვენ გვინდა, ანუ რასაც ვახერხებ და რაც უფრო ეთიკურიც არის, რაც უფრო ხელმისაწვდომიც არის და მარტივიც არის ის, რომ მოდი კი არ შევცვალოთ გენი, არამედ მისი ექსპრესია შევცვალოთ, ანუ მისი აქტიურობა, ხო, მისი ფუნქციონირება. თუ გენი არის დაზიანებული, მოდი გავაჩუმოთ ეს გენი. რაც ძალიან მარტივი შეიძლება არ არის ახლა პირდაპირ ვთქვა, მაგრამ არსებობს თერაპიები ამისთვის, მაგალითად ინტერფერენციის მეშვეობით, მიკროRNA-ებით, cRNA-ებით შეიძლება რომ ზუსტად ძალიან სპეციფიკურად გამოვიყენოთ ისევ RNA-მი, რომელიც მივა და გაჩუმებს იმ გენის პროდუქტს, ანუ იმ მატრიცულ RNA-ს, რომელიც დაზიანებული გენიდან ითარგმნა. ესეც ნობელი ანტი-RNA-ები არიან. ესეც ნობელი ანტი-RNA-ებია. ხო, აი ეთიკურობაზე რო საუბრობთ, აი ჩემმა მეგობარმა ზურაბ ალხანიშვილმა გამომიგზავნა ერთი кейსი. 2023 წელს იაპონიაში მკვლევარებმა ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეძლეს, რომ in vitro სრულად მოეშორებინათ დაუნის სინდრომის მაშინ 21 ქრომოსომაზე ვიცით რომ არის ტრისომი, ანუ 2 ქრომოსომის მაგივრად არის მესამე, რომელიც იწვევს მე მთელ ამ სინდრომს და შეძლეს რომ ეს მესამე ქრომოსომა მთლიანად CRISPR-Cas-ის ტექნოლოგიის გამოყენებით მთლიანად ამოიღო. თუმცა გაეხნენ, რომ გამოქვეყნდა ეს პუბლიკაცია, გაეხნენ დიდი ქარცეცხლის და კრიტიკის ქარცეცხლის კრიტიკაში გაეხნენ და მოკლედ რაც ნაწილობრივ გასაგებიც არის, ხო, რომ და რაღაცა ეს ცალკე იდენტობად არის, ხო, ეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, მონიშნულები და ალბათ ბევრისთვის მგრძნობიარე თემა არის, რომ თუ რატო მაშორებ, ესე იგი ესენი არასრულფასოვან ადამიანებად ითვლებიან თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით, ვინაიდან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს დიდ უმრავლესობას ასევე აქვს თანხლები დაავადები, რომელიც მათ სიცოცხლის ხარისხს ძალიან აუარესებს, მე თუ მკითხავ მშობლების გადასაწყვეტია ეს ყველაფერი თუ იქნება ხელმისაწვდომი გამოიყენონ თუ არა. როდესაც დაავადების აღმოფხრაზე გვაქვს ლაპარაკი და პრევენციაზე გვაქვს ლაპარაკი, იქ მე მგონი საერთოდ ორი აზრი, რა ვიცი, ჩემთვის მე ეგრე უყურებ, არ ვიცი შენი აზრი როგორი არის, რომ ეს ყველა ვარიანტში მისაღები რაღაცა არის, როდესაც მშობელს შეუძლია რომ აირჩიოს, რომ რაღაც დაავადება შვილს თავიდან აარიდოს. ხო, ჩემი აზრითაც რაღაცები, ანუ იქამდე სანამ ჩვენ არ მივალთ იმ ეტაპზე, რომ ადამიანს უკვე შეეძლოს, ზრდასრულ ადამიანს იქნება თუ მოზარდს თუ, მოკლედ ადამიანს თვითონ შეეძლოს გადაწყვიტოს თავისთვის, სიტყვაზე ქონდეს თუ არა დაუნის სინდრომი, იქამდე ალბათ მართლა მივდივართ იმ ეტაპზე, რომ მოდი მშობელს მივცეთ უფლება რომ გადაწყვიტოს, მაგრამ მაინც პრობლემურია ჯერჯერობით, იმიტომ რომ ძალიან რთულია გადაწყვიტო ადამიანის ბედი. ეს ხომ უზარმაზარი ცვლილება, ანუ და ძალიან რთულია იმისი განსაზღვრაც ეს უკეთესია მისთვის თუ არ არის უკეთესი. ხო, ცხადია. ხო, ანუ ძალიან რთულია, თუმცა ჩემს როგორც მეცნიერისთვის
ეს არის იმხელად დიდი მიღწევა და იმის ცოდნა, რომ ეს შესაძლებელია, ეს იმდენად დიდ გზას, დიდ ფანჯრებს ხსნის, რომ უკვე ფიქრობთ, რომ მაშინ რამდენი რაღაც ანუ თუ მთელი ქრომოსომა შეიძლება რომ ამოიღო. ანუ რამდენი რაღაც შეიძლება შეცვალო ადამიანის გენომში და რამდენი რაღაც შეიძლება მიაღწიო, ანუ ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვიჩენს. თუმცა მაინც ჯერ შორს ვართ იქიდან, რომ აი სრულად შეცნობილი ქონდეს ზუსტად რა მექანიზმები მუშაობს, აი იმ თლიანობაში, რასაც მე ბოლო ადამიანი ქვია, ხო და ის ზუსტად მანდ მივდივართ ეთიკური პრობლემებიდან, იმიტომ რომ ანუ თუნდაც ის რომ მესამე ქრომოსომა ამოვიღეთ, ხო? პრობლემა არის ის, რომ არ ვიცით რეალურად რა მოხდება, არ იცოდ ვერაფრით ვერ ეცოდინებოდა დაზუსტებით რა მოხდებოდა მაშინ. ეგრე მეცნიერება რეალურად ეგრე მუშაობს რა, ანუ თავიდან არ იცი რა მოხდება, მე გააკეთებ ექსპერიმენტს და აღმოჩენ თურმე რა მოხდა. უბრალოდ ამ ყველაფრის გაკეთება ადამიანის უჯრედებს, ანუ ადამიანებზე ცოტა ძალიან პრობლემურია. ერთი კომენტარის გაკეთება მინდა ვკითხულობდი იმ დღეს სიდჰარტა მუხერჯი არის ეგეთი ინდოელი ავტორი, ექიმი, ბიოლოგი, რომელსაც უწერია რომ გენი, ესე ქვია ამ წიგნს, ურჩევ ყველა ძალიან საინტერესო წიგნია, სხვათა შორის აი მიმოხილვა არის ამ ისტორიული და რაღაც მხატვრულად წერს, ანუ კარგად წერს რა და მოკლედ კიდევ უფრო საინტერესო არის და მას იქ განხილული აქვს რომ ისეთი დაავადებაც კი როგორც არის შიზოფრენია, ბიპოლარული დაავადება, რამდენად მემკვიდრული მიდრეკილება მანდაც კი, ასე ვთქვათ, გამოხატულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ცოდნა არ შეიძლება და აზრები არ შეიძლება გადავიდეს შემდეგ თაობაში, მის ორ ბიძას და ასევე მის ბიძაშვილს ჰქონდა ორს ჰქონდა შიზოფრენია, ერთს ჰქონდა ბიპოლარული აშლილობა და ნუ ეს ჩანს კიდევაც ეს მეცნიერულად დამტკიცებული არის, რომ ძალიან ძლიერი გენეტიკური კომპონენტი არის, ხო? წამყვანი ამ შემთხვევაში. ამიტომ ესეც კი, აი ევოლუციის ამ ჯაჭვში, სადაც ადამიანი გაჩნდა და მე შესაბამისად ცნობიერება, ხო, და რაღაც მორალი და ესეთი საკითხები შემოვიდა, თითქოს ერთი შეხედვით ამოვარდნილი რგოლი არის ამ ჯაჭვიდან ადამიანის ცნობიერება და აზროვნების უნარი, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი გადარჩევის პრინციპის რაღაცა ეს კანონები რაღაც თითქოს დავარღვიეთ ხელოვნურად ჩვენ, იმიტომ რომ ადამიანს მაგალითად შეუძლია რომ საკუთარი გენებისთვის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღოს და ჩაიდინოს სუიციდი მაგალითად, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ბუნებრივი გადარჩევის პრინციპს, ხო? და ეს არის ამოვარდნილი ჯაჭვი და მიუხედავად ამისა, მაინც ეს ფიქრის აზროვნების მექანიზმები მაინც მემკვიდრულად შეიძლება გადადიოდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე. ეს კომენტარის სახით და ამის გაკეთება, რაც უფრო ფილოსოფიური საკითხია. კაი, მომდევნო ეტაპზე გადავინაცვლოთ და რომ თქვი ადამიანის გენომის პროექტს დაუბრუნდები მეთქი, მინდა გავაერთიანოთ AI და მოლეკულური ბიოლოგია დღეს. რა მიღწევები გვაქვს, რა ეთიკურ დილემებს ვაწყდებით, როცა AI-ის და მოლეკულური ბიოლოგიის რაღაცა თანამშრომლობაზე და კოლაბორაციაზე ვსაუბრობთ და როცა ვახსენებ რომ ამ ადამიანის გენომის პროექტს უბრუნდებით, გულისხმობ რომ სადღაც შემხვდა, რომ ერთ დღესაც შესაძლებელი იქნება რომ ჩემი მთელი ორგანიზმის ციფრული ტყუპისცალი მქონდეს კომპიუტერში, რომელიც ზუსტად მეწვის, სად რა მუტაცია მაქვს, რა მუტაციები არის კიდე მოსალოდნელი და პრევენციულად მივიღებ ზომებს, რომ ეს დაავადებები თავიდან ავირიდო, ან უკვე თუ მაქვს ვიმკურნალო, ან დიაგნოსტიკური ტესტი ჩავიტარო. სადა ვართ აქ? ჩვენ ვართ რაც ძალიან მრავალფეროვან მსოფლიოში, ძალიან ბევრი შესაძლებლობით, განსაკუთრებით უკვე AI-ს როცა ჩავთავთ ხოლმე მუშაობაში, აი არ ვიცი, ანუ გაზრებაც კი მიჭერს ხანდახან ისეთ რაღაცების გაკეთება შეიძლება. ახლა მე და შენ ვლაპარაკობდით AlphaFold-ზე, ხო? ანუ ვახსენეთ ჩაწერის დაწყებამდეც, აი როგორი საინტერესო AI tool-ია, ხო? რომ აი ვაძლევთ ამინომჟავების თანმიმდევრობას და ის გვეუბნება როგორი სტრუქტურა ექნება ცილას. ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი რამდენიმე წლის წინ და აი ძალიან დიდი შრომა ჭირდებოდა იმის პროგნოზირებას, როგორი იქნებოდა რომელიღაც ცილა, ან როგორ უნდა დაგვებეჭდა, ან როგორი სტრუქტურა უნდა მიგვეცა, ან რომელი ამინომჟავა რომელიც ჩაგვენაცვლებინა და ასე შემდეგ. ეს ახლა ამას ავტომატურად აკეთებს? კი. ძალიან ავტომატურად აკეთე, ანუ შეგიძლია უბრალოდ რენდომულად აი ესე უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით დაალაგო ამინომჟავები და AlphaFold-ი გეტყვის ეს ცილა რეალურად დაიხვევა თუ არა, ან
როგორი სტრუქტურა ექნება, გლობულინი იქნება იქ თუ გრძივი ფორმა ექნება თუ როგორი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად, იმიტომ რომ სხვადასხვა მედიკამენტებია, ეს თერაპიებია თუ სხვა რამ, ანუ ხშირ შემთხვევაში ცილოვან კომპონენტებზეა დამოკიდებული და ცილოვან კომპონენტებს ვაწვდით პაციენტებს და რატომ უნდა ვწვალობდეთ რაღაცების გამოთვლაში, ხო? AI თულები არის ჩართული ბიოლოგიური მეცნიერებების ანუ ბიოლოგიური მონაცემების ანალიზის ძალიან დიდ ნაწილში რა. აქ ახლა ცილებზე ვახსენე AlphaFold და სიტყვაზე მე უფრო მეტი შეხება მაქვს sequences data-სთან, ხო? ანუ უშუალოდ ნუკლეოტიდების თანმიმდევრობასთან, რომელიც სხვადასხვა ათოგენი იქნება თუ ადამიანი იქნება, სხვადასხვა ორგანიზმისთვის სხვადასხვა მოცულობით შეიძლება იყოს დაგენერირებული. ხშირ შემთხვევაში ეს არის იმხელად დიდი მონაცემები, რომ ანალიზისთვის, ადამიანი ვერ დაჯდება და ხელით ვერ დაწერს, ახლა როგორც სიტყვაზე ადამიანის გენომის პროექტში გააკეთეს, ხო? ანუ ამას უნდა რაღაც ძალიან სერიოზული პროგრამები და ხშირ შემთხვევაში ეს პროგრამები არის script based, ანუ უნდა იცოდე კოდის წერა. რაც მე არ ვიცი სამწუხაროდ. აიძე ბოლოს მაგასთან მივდივართ, რომ კოდის წერა. კი, ერთი მხრივ კი, მან იქ მივდივართ, რომ უნდა ვიცოდეთ კოდის წერა, მაგრამ მეორე მხრივ მე ვარ ბიოლოგი და მე მინდა რომ გავაანალიზო ჩემი ბიოლოგიური მონაცემები და არ ვიცი კაცო ეს პითონი 3 წელია ვაპირებ, არ დამიწყია სწავლა, მაგრამ სამაგიეროდ ChatGPT მიცის არაჩვეულებრივად. ხო. ანუ ყველაფერი მაგივრად ჩვენთვის. კი. მივდივარ, აღონდ აი ახლა მივალ მეორე მხარესთანაც რა, იმიტომ რომ ყველაფერი არ არის მარტივი. ერთი ეგ, მეორე ის რომ აი ახლა მეც და ჩემი რამდენიმე თანამშრომელიც, რომელსაც ძალიან ვიწრო სპეციალიზაცია გვაქვს, ხო, ანუ დნმ საქვენირებაზე, რაც მეორე თაობის საქვენირებაზე და Illumina-s პლატფორმებზე, რაც ესე გლობალურად ყველა მეორე ადამიანი არ საუბრობს, ხო, არ არის ძალიან დიდი მონაცემები სიტყვაზე ჩვეულებრივ სივრცეებში. და ჩვენ ChatGPT რამდენჯერმე გამოვიჭირათ ტყუილებში. მეც გამოვიჭერდი. ძალიან ხშირად. ხო, ვიჭერთ ხოლმე ტყუილებს, ამიტომ ანალიზის ნაწილში ჯერჯერობით ისე ვართ, რომ კი, ვეუბნები, რომ აი ამ რაღაცის გაკეთება მინდა. მომეცი კოდი, მომცემს კოდს, მე გავხსნი მე რა ვიცი, რომელიმე ბეშს გავხსნი სიტყვაზე ან command lines და გავუშვებ ამ კოდს და გავანალიზებ ჩემს მონაცემს, მაგრამ რამდენად სანდოა. ანუ ეს კითხვა ჩდება ძალიან ხშირად, რა, რამდენად სანდოა მხოლოდ AI-ის გაანალიზებული მონაცემები, იმიტომ რომ ის რეალობა და ის კითხვა, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეიძლება არ ემთხვეოდეს იმას, რაც ChatGPT-მ ჩვენგან გაიგوان. ამინომჟავებსაც ეხება, ამინომჟავებს არ ეხება, იმიტომ რომ ეგ უფრო მეტად აი მართლა ზუსტი არის ახლა 20 ამინომჟავის ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებზე დამოკიდებული რა, მაგრამ ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ხო, ბევრს ნიშნავს, მაგრამ აი ხა როცა ჩვენ საუბრობთ 30 გიგაბაიტი ბიოლოგიური მასალის დამუშავებაზე, რომელმაც უნდა გაიაროს ძალიან ბევრი საფეხური, თუ შენ ყველა საფეხური არ იცი კარგად და გააზრებლად რა გინდა რომ გააკეთო და მიყვები მარტო ChatGPT-ის რეკომენდაციას, ძალიან დიდი შანსია რომ მიიღო არასწორი სურათი. ხო, და ეგ პრობლემა არის მარტო მაგ მიმართულებით არა, ყველა მიმართულებით ჯერჯერობით ეია, მაგრამ ახალია ძალიან, დავაცდი და გამოსწორდა ის, ხო, ეგეთი პრინციპი აქვს, რომ რომელი სიტყვის შემდეგ რა უნდა მოდიოდეს იმის ალგორითმს ითვლის და ყველაზე მაღალ ალბათურს წერს და ასე შემდეგ. ეგ დასახვეწია, ხო, მაგრამ ხო, სიღრმეში ძალიან კაი არ არის, მაგრამ სიგანეში ძალიან კარგი პირველადი პასუხებისთვის, მაგრამ კიდევ ხო წეღერაც ახსენე, ხო, ანუ open source-ია. რაც კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ მიაწვდი ვერასდროს. კი, ჯერ ექიმები რამდენს ეკითხებიან, წარმოიდგინე ხა ChatGPT-ს ამ პაციენტის პაციენტი პავსის ახლა ბევრი იმას არ იცავს ალბათ, რომ სახელი და გვარი არ ჩაწეროს. ზოგი ისე ელაპარაკება, რომ აი ალალად და პირდაპირ სახელს და გვარს გეგონება ის კომპიუტერია და იმის უკან არავინ არ არის. აი ხო, ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც ძალიან ბევრი ვერ იაზრებს. აი ახლა მეც კი ჩემ თავზე რომ რაღაც ვეკითხები ChatGPT-ს ანუ ვაწვდი ჩემი ინფორმაციას რაღაცის დაწერა მინდა ან რაღაცის გადაკეთება მინდა, ხო? აი ყველა ვაწვდით, ყველა ველაპარაკებით ChatGPT-ს, მე რა ხვდები ხოლმე რომ აი ცოტა ზედმეტი მომივიდა და ვეტყოდი თუ არა იმ ყველაფერს უცხო ადამიანს რაც უთხარი ChatGPT-ს. და არა მაქვს საუბარი მხოლოდ მეცნიერულ ნაწილზე, ანუ პირად ინფორმაციაზეც მაქვს საუბარი, ჩემ პირად ინფორმაციაზე, ჩემი გარშემომყოფების პირად ინფორმაციაზე და
აღარ ანუ ხმასაც კი არ ვიღებ პაციენტებზე ხო? ანუ აბსოლუტურად დაუშვებელია, იმიტომ რომ რასაც მივცემთ ChatGPT-ს, შეიძლება აი სამეცნიერო მონაცემები რომ მივცეთ, ხო? და ვთქვათ სიტყვაზე ვწერ სტატიას და რაღაცა ვერ გავაანალიზე. ძალიან მარტივად შეიძლება რომ მეორე ნახევარ სფეროში ამ სოფლიოში ანალოგიურ პრობლემაზე მუშაობდეს სხვა ადამიანი, რომელმაც კითხვა დაუსვა, რომ აი ამაზე ვინმე სხვა არ უმუშავია. ChatGPT-ს აქვს უკვე ინფორმაცია ჩემი კვლევის შესახებ, რომელიც გამოქვეყნებული არ არის და რომლის მონაცემებიც ძალიან მარტივად შეიძლება გააზიაროს. პლაგიარიზმის კიდე ცალკე მე როგორც ლექტორი, მოკლედ ჩემი მიდგომა არის უკვე ის, რომ აი ChatGPT რო გამოვიყენეთ, უკვე იმის მერე მოდი გავაანალიზოთ, რაც იმათმა იმან უკვე რომ გიპასუხა, ის გავაანალიზოთ და არა რომ თავიდან ავირიდო ეშრე, ხო, კიდე რომ რაღაცა არაფრის კეთება, გარდა იმისა, რომ ამას აკეთებინო შენი საქმე. მაგრამ შენ რას თქვი, ხო, რომ შენგან დაუკითხავთ ვიღაცას კონდეს შენ სამუშაოზე უკვე ინფორმაცია და გამოიყენო შენ ძალიან საშიშია და თან ისეთ რაღაცებს რო ეკითხები და მე უცებ რეკლამა რო გივარდება ისეთი რომელიც ძალიან ახლოს არის რაც შეეკითხე ამ ChatGPT-ს. ძალიან პრობლემურია. მაგრამ ხო, ხმას ვერ ამავიღებთ, აი როგორც ნებისმიერი ტექნოლოგიური გამთა, აი ხლა 20 წლის წინ საქართველოში ძალიან მარტივად კომპიუტერი და ტელეფონი, ხო? ეშმაკის მანქანა იყო, ინტერნეტს ხალხი არ იყენებდა. არა, მე ძალიან ისეთი AI ისეთი რაიმეა, რომელსაც რა ვიცი, არც და ვერც ვერავინ ვერ აირიდებს თავიდან, ხო? ანუ ეს იქნება ჩვენ ცხოვრების ნაწილი. უბრალოდ საქმე არის ის, რომ უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ, რა კონტექსტით გამოვიყენოთ, რა სიკეთეები აქვს და როგორ ავირიდოთ თავიდან პრობლემები. და ამის გადამლაშების თუ რაღაცის დაზღვევაც საც ვისწავლით რა, რომ იმ რისკებს რაც თან ახლავს აი ესეთი ციფრული ელემენტების ესეთ განვითარებას. ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრზეც მინდა კითხო, ანუ რას მოიცავს შენი საქმიანობა და ზოგადად უკვე ბევრი წელია რაც აქ ხარ დასაქმებული და მაინტერესებს როგორია ყოველდღიური მუშაობის რუტინა ლუგარის ლაბორატორიაში. ცოტა შურნარევი კითხვა მაქვს. ხო, მე ვიტყოდი რომ ძალიან გამემართლა რომ ლუგარის ლაბორატორიაში მოვხდი. ერთი მხრივ იმიტომ რომ მართლა საოცარი შესაძლებლობები აქვს კიდან გამომდინარე ტექნიკური მოწყობაც აქვს და მეორე მხრივ იმიტომ რომ ყავს არაჩვეულებრივი თანამშრომლები, არაჩვეულებრივი ჯგუფი და ძალიან სასიამოვნოა მათთან მუშაობა. მე ვარ უშუალოდ მოლეკულური ეპიდემიოლოგიის ჯგუფში, უშუალოდ მუშაობ სეკვენირებაზე, ახალი თავის სეკვენირებაზე, გენომის ფარგლებში. ჩვენი პირველადი ფუნქცია, რა თქმა უნდა, არის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იდენტიფიკაცია იმ საშიში და განსაკუთრებით საშიში პათოგენების, რომლებიც შეიძლება ემართებოდეს ადამიანს. ეს იქნება კლინიკურ ნიმუშებში, ეს იქნება საველე ნიმუშებში, გარემოში, იმიტომ რომ ყველგან შეიძლება საშიში პათოგენი გვხვდებოდეს, ხო? ბაქტერიაც, ვირუსიც. მაგალითად, ზაფხული არის, ხო? ზაფხული ადამიანებისთვის ძალიან სასიამოვნო პერიოდია, როცა ეს ყველანი გამოვშრიალდებით და თამამად გავდივართ ზღვაზე, თამამად გავდივართ ტყეში, თამამად გავდივართ მინდორში, სადაც ასევე თამამად გამოდიან ტკიპები, თამამად გამოდიან კოღოები და რა ვიცი, ყველა სხვა დაავადების გადამტანი. ახლა საქართველოს მდგომარეობა რომ გავიაროთ, სიცხე უყვარს ადამიანსაც და სიცხე უყვარს ტკიპსაც, ხო? ანუ ტკიპები ძალიან აქტიურები არიან. ბუნება იღვიძებს. და მეორე მხრივ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც გვაქვს ერთ-ერთი უსაშიშესი პათოგენი, როგორც არის მაგალითად ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება, ხო? ლაიმის დაავადება. ლაიმის დაავადება, ასევე ტკიპის მიერ გადამტანი. ასევე ქვეყანაში ყავს ისეთი კოღოები, რომლებიც არიან სხვადასხვა ვირუსების გადამტანები. ანუ აქამდე არ იყვნენ, ეხლა ყავს აედეს ეჯიპტი, აედეს ალბოპიქტუსი, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ტროპიკული ცხელება შემოიტანოს ქვეყანაში. საბედნიეროდ მალარიისგან თავისუფალ ქვეყანად გამოუცხადდით. მალარია არ აქვს, მაგრამ თუმცა 100 წლის წინ ფოთიდან საკმაოდ კოლხეთის დაბლობი ძალიან გავრცელებული იყო მალარია დასავლეთ საქართველოში. თუმცა საბედნიეროდ მაგრამ ნუ იმპორტული кейსების რისკი ყოველთვის არის, რომელსაც მე შეიძლება ჯაჭვური რეაქციით მოყვეს სამის. მე როგორც ვიცი, იმპორტული მალარიის შემთხვევები გვაქვს ხოლმე. არსებობს ფიქსირდება, მაგრამ მე გეხლა არ არის დიდი პრობლემა, ეგრე დინგეს ცხელებაც ფიქსირდება ქვეყანაში, რომელიც არის მხოლოდ იმპორტირებული, მაგრამ თავარი კოღო არ შემოყვეს. კოღო არ სჭირდება რომ კოღო შემოყვეს, ეს პაციენტი თუ არ დიაგნოსტირდა, უყურე, მისი გადამტანი კოღო აედესები გვაქვს ქვეყანაში. თუ მოვიდა ეს აედესი და უკბინა
მე წაიღო მეორე პაციენტზე. ხო, ანუ ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის აი ამ პათოგენების გარშემო ტრიალი და იმის ცდილობა, რომ სადმე რაიმე არ გამოგვრჩეს, დროული დიაგნოსტირება მოვახერხოთ, როგორც ადამიანში, კლინიკურ ნიმუშებში, ისე გადამტანებში, იმიტომ რომ როგორც წესი, პირველად ხდება ჯერ მასპინძელში ამ პათოგენის გავრცელება და შემდეგ მოდის ადამიანამდე, ხო? ანუ ვექტორულ ორგანიზმებს გულისხმობ, იქნება ეს ტკიპა, იქნება ეს მღრღნელი, იქნება ეს კოღო და ხო, შუამავალი რგოლი რაც არის და ანუ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ საველე სამუშაოებიდან მოპოვებული მასალიდანაც მივიღოთ გარკვეული ინფორმაცია იქ კლინიკურად, იქ ჩვეულებრივ სეროპრევალენტობის ტესტებითაც ვნახოთ ქვეყანაში მოცვა როგორია სხვადასხვა დაავადებების და ასე შემდეგ. კეთილი, ძალიან საინტერესო არის. კიდე დიდხანს მინდა რომ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ბოლო კითხვა მექნებოდა, აი, შენ რას ფიქრობ, აი, უახლოეს მომავალში ყველაზე ისეთ გარღვევას, რას შეიძლება ველოდოთ? მე ეხლა ჩემთვის რომ ფიქრობდი, აი ეს CRISPR-ზე რო ვსაუბრობ, შეიძლება ადამიანს მალე მესამე მშობელი ყავდეს, ეგრე შეიძლება დავარქვათ, ხო? არ გამოვრიცხავთ. ხო, რომ ანუ დედა, მამა და CRISPR-ი. დედა, მამა და CRISPR-ი. და აი შენ რას ფიქრობ, აი ყველაზე დიდი გარღვევა რა შეიძლება იყოს აი ახლო მომავალში რა, მithumedes ამ AI-ის დახვეწის. მეც ვფიქრობ, რომ AI-მ შეიძლება შემოგთავაზოს ისეთი გენეტიკური თანმიმდევრობები, რომლებიც ადამიანს შესცენს ახალ თვისებებს, ახალ უნარებს, ანუ იმას, რაზეც ვოცნებობდით, ხო? ფრენაზე, წყალში დიდხანს ყოფნაზე, სიტყვაზე არასდროს არ გაგცილდა. დიდხანს სიცოცხლე. რეპროგრამირება ემისია. რატომ ხო, longevity არის აი ულტრა საინტერესო სფერო, რომელზეც მუშაობს სხვათა შორის არ მუშაობენ ეს governmental ინსტიტუციები და აკადემიაში არსებული ინსტიტუციები იმდენად, რამდენადაც მუშაობენ გვერდზე არსებული კერძო პირები, რომლებსაც აქვთ ფული. არა აკადემიურ წრეებში ძალიან აქტიურად მიდის longevity-ზე საუბარი, ანუ ხანგრძლივ ცხოვრებაზე. ანუ აკადემიურ წრეებში ხშირად არის ეს ტელომერები, რაც გვიშვება და როგორ არ დამოკლდეს ეს ქრომოსომების ბოლოებში არსებული ნაწილები, იმიტომ რომ ესენი რომ მოკლდება, მერე აღარ ხდება რაც უჯრედის გამრავლება და მაგიტო არის რომ ჩვენ ვერდებით. მაგრამ ბევრი სხვა ფაქტორი არსებობს. და ხო, მე მგონია რომ ის ადამიანები, ვისაც მართლა რეალურად აქვთ შესაძლებლობა ამაზე, უფრო მეტად იმუშავებენ და ალბათ მუშაობენ კიდეც, შეიძლება ჩვენ ეს სულაც არ ვიცოდეთ და უბრალოდ მეტად ხანგრძლივ ცხოვრებას ცდილობდნენ. მაგრამ მაინც მგონია რომ AI ძალიან ჩაერთვება იმაში, რომ ჯერ ჩვენი ცხოვრების ხანგრძლივობაში რაღაც მოდიფიცირებები განვიცადოთ, რაღაცები დაიხვეწოს, მგონია რომ ძალიან ახლოს ვარ. ხო. ძალიან ბევრი დაავადებას უყურებთ, პრევენცია, ელიმინაცია, ხო, ძალიან ბევრი დაავადება. პრევენცია, ელიმინაცია. ალფა-ფოლდზე ხა ალცჰაიმერის დაავადებაზე ძალიან ზუსტად განსაზღვრავს და მაგაზე მიდის ხო, რომ როგორ იკეცება ცუდად ის ცილა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს, რომელიც ხა არაგადამდები დაავადებებიდან ავადობის და სიკვდილობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, ხო, მთელ სოფლიოში და სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად ეს არაგადამდები დაავადებების პრევალენტობაც ხო იზრდება, ხა დიდი ხანს ცოცხლობს ადამიანი და შესაბამისად ეს ქრონიკური რაღაც სპონტანურად აღმოცენებული დაავადებების ინციდენტობა და პრევალენტობაც იზრდება და ამისთვის ხო პირველ რიგში რომ ეს არსებული დაავადებებთან რაღაცნაირი გამკლავება ყველა მიმართულებით. თუ რამე არ გაქვს დასამატებელი, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ რომ მოხვედი. მადლობა მსმენელს და მაყურებელსაც, ვინც ბოლომდე გვიყურა. ვთხოვ რომ მოიწონონ ჩვენი არხი, გამოგკვნეს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, რომელთა ლინკებიც ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული. ზარის ღილაკსაც დააჭირეთ თუ გინდათ რომ ჩვენგან შეტყობინებები მოგივიდეთ. გვისმინეთ, იყავით ჯანმრთელად, დაელოდეთ ინოვაციებს, ტექნოლოგიებს. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.